მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მართლაც იწვევს დიდ დაფიქრებას და დიდ გაანალიზებას. საქართველოს აქციებით ვერავინ ვერ გააკვირვებს და ქუჩის აი პროტესტებით, მაგრამ ეს დღეები, რაც ჩვენ ვხედავთ, ეს განსაკუთრებული მოვლენა, ასეთი მასშტაბის და ასეთი მხარდაჭერილი დასავლეთიდან აქციები საქართველოს არ ახსოვს. პირდაპირ უშუალოდ ამერიკის ელჩი დირიჟორობს ამ ყველაფერს. ეს არის 2014 წლის გამოძახილი, ეს არის თბილისური მაიდნის ინსცენირება საქართველოში, ის რაც გააკეთეს მათ უკრაინაში 2014 წელს და სწორედ ევროკავშირთან იყო ის პროტესტი დაკავშირებული, ევროკავშირთან დაკავშირებით იყო რომ ჩამოაგდეს იანუკოვიჩი, დღესაც ამათ სურთ რომ ანალოგიური რამ გააკეთონ საქართველოში. მაგრამ ერთი რამ ეშლებათ რომ ქართველი ხალხი აი ამ ფონზე უფრო მეტად დაბძენდა, ბევრი რამ ნახა და არც 2003 წელია დღეს საქართველოში და არც 90-იანები არც შევარდაძეა დღეს ხელისუფლებაში და არც გამსახურდია რომ ესე იოლად გააიტანონ თავისი. თან გეოპოლიტიკური სიტუაციაც ისეთია რომ არავის არც ერთ ჩვენ მეზობელს ნამდვილად არ აწყობს ის რომ დღეს საქართველოში აფრიალდეს პროდასავლური ნატოს დროშები და საქართველო იყოს პლაცდარმი იმ ქვეყნებისათვის რომლებიც გარკვეულ პრობლემას შეუქმნიან იგივე რუსეთს, იგივე თურქეთს, იგივე აზერბაიჯანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არის სიმშვიდის დრო, მართალია ხალხი და მეც და თქვენს და ყველანი ცოტა არ იყოს ვღელავთ, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანას ანადგურებენ ეს მოღალატეები, ძნელი ამ ყველაფერს უყურო ესე მშვიდად და თან ამაში ჩართული ყავთ ახალგაზრდა ბავშვები, ლამის მცირეწლოვანი ბავშვები გამოყავთ აქციებს. მაგრამ ყველაფერს დაეცვევა წერტილი, ფიქრობთ რომ ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ჩვენ გვინდა. იმიტომ რომ აი როგორც ქათამს რო თავს მოაცლით აქეთ-იქით დაფართხალებს, აი ისე არიან ახლა ესენი, აი ბოლო გაფართხალება ამათთვის რა. ეს არის ბოლო გაფართხალება. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ომის ვეტერანი და სხვათა შორის სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი, ყველამ ნახა მისი სურათი, როდესაც 2011 წლის 26 მაისს დაარბიეს უმოწყალოდ მაშინ აქცია სააკაშვილის ბანდფორმირებებმა, ერთ-ერთი იქ დასისხლიანებული იყო ეს ადამიანი პაატა აბულაძე. მოგესალმებით პატრონო პაატა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, რომ საქართველოს თავზე აღმოჩენილი ექნა ამერიკის შერაღებული ძალების სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი. მოდით დღევანდელ სიტუაციაზე სანამ გადმოვიდოდეთ აი ამ არეულობაზე, რასაც ხედავთ ჩვენ თბილისის ქუჩებში, ეს ინფორმაცია მოდით გავაანალიზოთ და აი ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში ეს ინფორმაცია რამდენად ავთენტურია, ეს თვითმფრინავი, ეს ყველაფერი თქვენ როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია და რა მიზანს ემსახურებოდა ეს აი ამ მზვერავი თვითმფრინავის შემოსვლა საქართველოს სივრცეში. პირველი წყარო არის ამ ინფორმაციის და თავისი ფოტომასალით არის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადებები. ეს ერთი, თუმცა არც ამერიკელებს უარყვიათ, ისე რომ მან პრობლემა არ არის. ეხლა რა ხდებოდა? ეს არის ულტრა თანამედროვე ესე იწოდება რა, სადაზვერო ხომალდი S2U, არა U2S. ხო, რა ვიცი, იყო 2 დღის განმავლობაში საჰაერო სივრცეში იდგა. ამ დროს შეუძლია თავისი წევრ ნატოს წევრ ქვეყანაში გააკეთოს, რა პრობლემა აქვს. ხო, რატომღაც საქართველო ამოირჩია, არ ვიცი. გადასცემდა ესე, ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამის მერე დაიწყო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, რომელიც საქართველოში აკრძალულია ტაჰრიმ რაშა, ჯაბჰათ ან-ნუსრას შეტევები 5 მილიონიან ყველაზე დიდ ქალაქ
ალეპოზე აიღეს ის ქალაქი და ამ სადაზვერო ინფორმაციებს გადასცემდა ეს ხომალდი, ეს სადაზვერო სამალიოთი. გადასცემდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს საჰაერო სივრციდან. ყველაზე საინტერესო ეგ არის ეს. აი ეს იყო. პარალელურად მიდის რუსთაველზე მიდის აქციები და ნუ ეხლა მე არ ვიტყვი რომ თლად განგაში გამოაცხადეს, მაგრამ ყაზარმუზეა გადასული როგორც ის რა ქვია აფხაზეთის, ჩვენი აფხაზეთი თავდაცვამ ესე ვთქვათ, მაგათი შეერაღებული ძალები, ისე აზერბაიჯანის აი ეს გრანის მესაზღვრეები. არ ვიცი, მე უბრალოდ მოცემულობას გეუბნებით. რატო ხდება ესე? ნუ როგორც სტრატეგიული, როგორც ეგრეთ წოდებული ვითომ ჩვენი მეგობარი, ახლა ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა მათ თვითმფრინავის შემოსვლას, დარწმუნებული ვარ ეს ახლა ჩვენებმა კანონით აქვს მინიჭებული. даже ამერიკის სამხედრო იმას შეუძლია საქართველოში იარაღით შემოვიდეს. პისტოლეტი რა ესე ვთქვათ. ეგაც კანონით აქვს მინიჭებული სააკაშვილით დროს. რატო არ გავაუქმეთ ეს კანონი? და რა მაინტერესებს გარდა იმისა, რომ აი ეგ სირიის მიმართულებით იყო რაღაც დაზვერვითი მოძრაობა. აი ამ აქციებსაც ხო არ უკავშირდებოდა რამენაირად. რა ვიცი, მე ნიკა როგორ მაგა ეგ უკვე არის ადამიანის ანალიზისა ისა. მეგევლებით მოცემულობა რა არის? რა დღეს გავიდა. მე კითხვა მაინტერესებს. მისი წევრი არის ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი. რომელიც უფრო ახლოა სირიასთან, კაცო. რატო იქ რა ბაზაც აქვს, ინჟინრის ბაზა? რატო საქართველოში? ის არის თქვენი სწორი მაგრამ ეს განცხადება ყოველ საინტერესო რა არის. ამ აქციამ გამოიწვია რუსეთში, აზერბაიჯანში, ირანში, ესე ვთქვათ, საინფორმაციო შეშფოთებები ჯერ, ნუ გასაგებია, ხო? ეს როიცოდეთ რა? ეხლა ნამდვილად ტრამპი ნიკა ბარემ გავაგზავნოთ, ეს დაიწყო ის პროცესები, მე რო გითხარი წინა გადაცემაში, ტრამპი ბაიდენის შეხვედრის მერე დაიწყო კურსკის ესე იგი დაბომბვები, რასაც მოყვა რუსეთის სამხედრო დოქტრინის, ბირთვული დოქტრინის საგანგებოდ შეცვლა და პასუხის გაცემა. პარალელურ რეჟიმში დაიწყო სირიაში, ეს ხდება ტრამპის და ბაიდენის როსტევან იმის მერე. რატო გეუბნები, იცი? თუ რაღაცა არის, რავი, ბებერია, კაცო და მაგის კამანდა აკეთებს, კაცო და აი წავიდნენ. არა მგონია ეგრე იყოს, უფრო სხვანაირადაა საქმე, მე წინა გადაცემაში გითხარი, მთელი აქცენტები გადმოა უკვე აქეთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენსკენ. იმიტომ რომ ის დამთავრებულია იქ სხვა ომი იწყება, კაცო, იქით ევროპისკენ. ის ცალკე. აი ამ ოპერაციას, რომელიც სირიაში დაიწყო, ესე იგი, ესე ვთქვათ, რუსეთმა და ირანმა დაადანაშაულა თურქეთის შეიარაღებული ძალები. რომ ისინი უწყობენ ხელს ამაში ამარაგებენ იარაღით და ასე შემდეგ. პროცესებს გესმით რაც გეიყვებით ხარ, ხო? აი ეს დაიწყობენ იმის მერ, იმიტომ რომ ანუ თქვენი აზრით აქ ტრამპიც ჩართულია, უბრალოდ პირდაპირ ტრამპის თემებია, აი უყურე ტრამპმა თქვა, მე ისევ ამერიკა უნდა გავხადო ველიკი, ესა დიდებული თუ რაც არის. როგორ თუ ომი არა, აბა როგორ სხვანაირად. თუ ის რესურსები არ წარმოიღოთ, ისევ დოლარიზაცია არ გაამწევა, რომელიც დღითი დღე ერხევა. აბა როგორ? სხვანაირად კაცობრიობას არ მოუგონია სხვანაირად. ანუ თქვენი აზრით ისინი აპირებენ დაწყებას ომის. რა თქმა უნდა. ომი დაიწყო, ნიკა. ომი დაიწყო უკვე სირიაში. არა, სირიაში ომი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ არა, გაჩერებული იყო. წლები იყო, 2016-დან გაჩერებული იყო. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა აგებული
თურქეთს იდრებიდან, მაგრამ ხო ხედავ. ეხლა გეკითხები, რომ გადაეკიდნენ, რომ წაეკიდნონ ერთმანეთს თურქეთი და რუსეთი. და როცა ომი დაუშვათ, უბრალოდ გეუბნები, მე მაგალითად მომყავთ. და კარსის ხელშეკრულებაზე ერთმა მხარეს მეორე მხარეს იგნორირება გაუკეთოს. აი აჭარაში რომ აქციებს მიწყობენ და ესეთი სიგიჟეებს რო აკეთებენ, ცოტა პროვოკაციული ხომ არ გონი, ხოდა ის ხო არ არის. დავიცი, იქ ხარჯის ხელშეკრულებაში სხვა რამე წერია, თუ რამე დაემუქრა მუსულმანი სამყაროსო და იგი თურქეთი იტოვებს უფლებას შემოვიდეს და ყველაფერზე ვფიქრობ თურქეთიკა. მეგებრობით ფაქტებს. არა, სანამ ჩვენ საქართველოს თემებზე გადმოვალ, მეც ვფიქრობ, რომ აი აქ ტრამპი რომ ისეთი წარმოაჩენენ თითქოს საქართველოზე გუმხურვალე და რაღაცა ტრამპი დაგვილაგებს და ტრამპი გადაგვარჩენს, ეს ძალიან მალე ეს ყველაფერი დადასტურდება, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ აი ტრამპის ინაუგურაციამდე მივიტანოთ სული, მე ამ აქციებს მხარდაჭერა არ ექნება ამერიკიდან, ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ესეთ ის არის, ჯერგეთ ამ ტრამპის ინაუგურაცია არის იანვარში. იანვრამდე თუ ასე არ ყიეს ეს ქვეყანა ჩამოიშლება მე მგონი. კიდევ რა მან არაფერი ახალია. ეს არის ერთი თვე უნდა გავკაცოთ რა. აი ჩვენმა პოლიციელებმა, თუმცა ეხლა მაფატიებს რომ ეს ვიცარგებლებ, მინდა სოლიდარობა. უღრმესი მადლობა უთხრა ჩვენ პოლიციელებს. ბიჭებს გადავწით აქედან, ბიჭო მარტოები არ ახართ, გიყურებთ 24 საათის განმავლობაში, ღმერთ მარაკნას თმის ღერი ჩამოვარდეს ქვეყანა. მე ჩვენ ვიცით ხალხი როგორ ვიქნებით მობილიზებულები. ხალხი თქვენ გვერდზეა, მე მინდა პოლიციელებს უთხრა, ლოცულობთ თქვენთვის და არც ერთი ნაბიჯი უკან. არც ერთი ნაბიჯი უკან. ხო, მაგრამ იცით რა, მე არ მესმის ერთი რამ რა. თავდაცვით რეჟიმში ყოფნა, მე მგონი რომ უკვე იცით რა არის, აღარ შეიძლება. მე მგონი ჯობია უკვე რომ გადავიდეთ შეტევით, აი ხა იმ დღეს ხაბრეიშვილი გამოვიდა ეს იდიოტი და თქვა რომ ისო ჩვენო შეტევით ფაზაში უნდა გადავიდეთო რა და ეხა მე ვერ ხვდები რა, როდებდე შეიძლება რომ აი ქვეყანა იყოს ესე თავდაცვითებაში რომ აი რაღაცა ადმინისტრაციული წესი დავაჯარიმოთ, ხელი არ ვახლოთ, არაფერი არ ვქნათ, რაღაცა ვერ გავიგიღა, ან უნდა იყო ლუკაშენკო, ან უნდა იყო ერდოღანი, ან უნდა იყო პუტინი. სხვანაირად ქვეყანას ვერ დააწყდარებ რა. თუ ესეთი არ იქნები ლიდერი, მაშინ მიიღებ იმას, რაც მიიღო იანუკოვიჩმა და რაც მიიღო კიდე არაერთმა ლიდერმა, რომელმაც დაასრულა ძალიან მძიმედ და ამიტომ ჩვენ ესენი უნდა დავაშრულოთ, ვიდრე ისინი მოიმოქმედებენ იმას, რაც ჩვენთვის იქნება საზიანო. ნიგა, მესმის, ახლა შენი აი გულწრფელად მესმის სწორია ეს შენი ემოცია, მაგრამ მე მგონი როგორ არის, ცი უფრო ბიჭები, აი პრემიერი მიდის მიზან, აი უკვე თანმიმდევრულად მიდის თან თავის გადაწყვეტილებებში და ეთყობა რომ არის პრინციპული და ასე შემდეგ. იმათმა უკვე მე ერთი რაც არის ნიკა, მან ყველაზე იცი რა არის, უკვე პუტინმა მოობა მინდა შენ კითხვას რა. პუტინმა რუსეთი ქართულ ოცნებას შეაქო, არა და ამ დროს პუტინმა გააკეთა 2 წელი და 10 თვის ჩვენზე ზეწოლის ანალიზი რა დასკვნა და თქვა რომ გაუცებული ვარ ესეთი კაცურად როგორ დადგა ქართველებიო თავის სუვერენიტეტზეო. ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარე კი არა კაცო, ქართველები როგორ დადგდენო. გავიგე რომ ოპოზიციამ ეს აიტაცა, მაგრამ შენ ხელისუფლებაში რო ხარ კაცო, ეს როგორ უნდა თქვა რომ პუტინმა სატოკი აუწიაო იმას რომ შეთანხმებულები არიანო ოპოზიციასო. ამას მოფიქრება ხო უნდა. ვინ თქვა ესო, ვინ თქვა? აი აღარ მინდა რა. მე ერთმა კი არა თქვა, ორმა სამმა თქვა. ეგ როგორ უნდა თქვა კაცო? თან კაცი გელაპარაკება, ყველაფერს ხო მნიშვნელობაა კაცო. გელაპარაკება ბრიქსიდან, ისა, ოდეკაბედან გელაპარაკება. აი არაფერი ნიკა გვეჩქარება კი და გვაღიზიანებს ეს თანაც რო აღარ მალავენ ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ტრანსგენდერები რო დღეს პირველაში დგას აი გაოცებული ვარ რა რომ აღარც მალავი იმიტომ რომ სწორია მაგათვისაც ბოლო გაპარტყალება ნიკა არა მე რა არის იცით ეხა მოდი გლობალურად რო შევხედოთ იცით
მე ერთი რამე ვიდა თქვა, ეხლა მილიონჯერ რო კაცი შეგაქებს, ერთხელ მადლობა უნდა თქვა, რომ მადლობთ, რომ აი ესე და ის კი არ უნდა წიხლი კი არ უნდა ავუარტყა, რა ქვია. კაცმა რო შეგაქო, კარგი ხარ, ყოჩაღ, რაღაცა, ეს არ შეიძლება ის რომ ჩვენ ცოტა სხვაგვარად მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია რუსეთთან. და ამიტომაც ებძვიან ესენი რუსეთს. აი, ეხლა რო ყვირიან, აი რუსეთს, რა შუაში ეხლა რუსეთი აი ამ თემაში რაც არის პროტესტი. გამოვიდა პრემიერი თქვა, რომ ევროკავშირთანო ჩვენო 2008 წლამდე ურთიერთობასო წყვეტთო აი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეო ყინავთო რა. რა შუაში ეხლა აქ რუსეთი, აი ყველა აქცია იწყება რუსეთის თემით. ამ დროს არაფერ კავშირში რუსეთი არ არის. რუსეთი შემოვიდა, ტერიტორიები წაიღო ახალი, მანამდე რაც წაღებული აქვს, გავიგეთ, მაგრამ ხოდა იცით რა არის? კიდე ჩვენც ეხლა რაღაცა ამათ თამაშობთ რა. ეხლა რახან ესეთი რუსეთს აგინებენ, მე რუსეთზე კარგი არ უნდა ვთქვა. რატო კაცო თუ ეხლა რუსეთმა რო ადგეს და ესე იგი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების რაღაცა რო გითხრას გადადგას და არა მე არ მინდა შენ დაბრუნებული ამჭირდება, ეს უნდა ვთქვათ. ნია როგორ არის კიდე ეს იციან მაგათ მარასაც აკეთებენ. ეს არის გამიზული კიდე გეუბნები რაც დაიწყო სირიაში, აქ უნდა დაიწყოს ეს რეგიონი უნდა მოედოს. გავიგე ისეთ გასაგებია სხვა რამის მომიდა. უყურე დეგა ხომ დავიღალეთ და შენ გონია კაი აი დაუჭერთ ესენი დაიშალენ წავიდეს სახში. შვიდობა იქნება. ნიკა სანამ ეს კურსი გაქვს შენ არასდროს შვიდობა არ იქნება საქართველოში. სანამ შენ ამბობ და აი ესე რომ მე იქით მივდივარო არ გექნება სიმშვიდე ის გზა მშვიდობა არ არის კაცო ის გზა ცოტა სხვა რამეა ის გზა არის აი ეს უკრაინა კაცო შენ ვერაზოს ვერ გახდები ვერ პარიზი ვერ რომი და ვერ ლონდონი კაცო შენ გახდები კიევი შენ მაგიტომაც უნდა ხარ როგორ რო აქ კიევი ორი გააკეთო უკრაინა ორი გააკეთო კაცო ხო იმისთვის წახვალ ბიგ ბენის სურათს გადაიღებ რამე ეიფელთან ისო ამით შენ ისინი შიგნით არასდროს არ შემოგიშვებენ ხმერთო დაიფარო რა გვინდა იქ ვარა იმათვის ყოველთვის შენ თან ნორმალავენ ხო არ გემალებია კაცო ჯუნგლები ხარ ჩვილო თქვენაო მე ერთი რამე მაინტერესებს ახლა იცით თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ რომ ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი მე ვფიქრობ რომ რაღაცა ხელისუფლებასაც გეგმა აქვს თქვენ სწორი თქვით რომ რახან ეს სიტუაცია დაიწყეს ამ მათმა თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ რა მოყვებოდა ამ ევროკავშირთან ურთიერთობების გაჩერებას 2008 წლამდე ხა რა არ იცოდნენ რომ პროტესტი იქნებოდა მე და ესეთ ცვლილებიც არ არის მაგრამ რახან ეს ამაზე წავიდნენ ალბათ იმისი შნოც აქვთ რომ ეს ბარიერი გადალახონ ანუ ეს პრობლემაც აღმოფრქვათ და ჩვენ არაერთხელ გვინახია რომ ამ მრავალჯერ შეკრებინან ესენი და როგორც შეკრებინან ისე დაშლილან და თან ყველაზე სასწაული ის არის რომ ეს ლიდერები რო იმალებიან არ ჩანან ხო კი ბატონო გეგმაც არის კიდევ ერთხელ მაგრამ ხალხი ნერვიულობს ეგ გასაგებია თულის ანახავი ახლა როგორია გეი პრაიდ თბილისი პრაიდის ისინი რომ აქ რაღაცებს და ჩვენ ღვთისმიერ ბიჭებს რომ რაღაცებს ესვრიან მაგრამ ეხა პრაიდის ხალხი აყავთ გამოყვანილი ადრე ყავდათ ეხლა გადამალეს რა აღეც მალავე კაცო და ტემე პირველ რიგში ისინი არის შეხედე როგორ არ არიან კაცო სუბელიანი იქ არა ინტერვიუს იძლევა კაცო ნუ ისე აქ გასაგები ეგერი ყველა პიდარასტები არიან მაგრამ მე ვამბობ რომ ნუ ისე აღარ არიან როგორც აქტიურად როგორც მაშინ იყვნენ თორე ეხა კაცი გამოვიდა ჯუნიორ ვაშაძე და თქვა გვარამიას და ღამე გავაწენეთ და ძალიან გაყოფილი ვარ და კიდე მინდა ეგეთი ღამეებიო და არ ვიცი ეხლა ერთი ჟურნალისტი იძახდა ჯუნიორ ვაშაძემ მაგაათხოვაო და ესეც აპირებს გათხოვებას მე მგონი რა ისე მე ვიფიქრე შეიძლება კაცმა იფიქროს ნიკა ხუმრობს ბატონიკა თქვენ ხუმრობთ მაგრამ ისე მაგას რო აცხადებდა ეს გვარამია ისე იღიმოდა მე მგონი მათ ხარებესთან მართლაც არა მეც მაგი სერიოზულად ვთქვი ხარ როგორ შეიძლება მაგრამ ეხლა ყველაზე საშინელება იცი რა არის
ფაქტი არის რომ უამრავი ხალხი ხო გადის ქუჩაში. აი ვისთვის გადიხარ შვილო გვარამიასთან გადიხარ ჯუნიორ ვაშაძესთან აი როგორ გადაუტრიალეს ხალხთვინი მე ეს ორგანიზაციები რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს ბანკი იქ ჩვენთვის სათაყვანებელი ფეხბურთელები ბიჭო შედალოცილო შენა რო იმ პოლიციელებს ურტყამენ და ქუჩას რო წვავენ იმაზე რატო ხმას არიღებ ესე იგი ის დაწვან და გამოდიან და მე სოლიდარული ვარ გამოვიდა ვიღაცა ნაძირალა ფეხბურთელი კიდე და იმას შეურაცხყოფა მიაყენა იმას რა ნაკრებში კი არა საერთოდ საქართველოში არ უნდა შემოუშვა ეს ისა რა ეს გუგეშაშვილი ვიღაცა რაში მაინტერესებს შენი წარმატებები აი რაში მაინტერესებს რა თუ შენ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებ ვიღაცას აუვარდა თავში აქ რა ეხა უკრაინაში რუსეთის ომის დროს რუსეთიდან გავიდა ძალიან ცნობილი მომღერლები ეხა ალა პუგაჩოვა არის რუსეთის და საბჭოთა ეპოქის ის იყო რაღაცა დივა და სიმბოლო და ძალიან ბევრი მომღერალი იქ რომელიც რუსებს ყავდათ გაემიჯნენ ამ პუტინს და დაუპირისპირდნენ მაგრამ რა რუსეთმა დაასრულა მაგითი რამე თუ არ გიდათ ეს საქართველო წადი წაეთრიეთ აქიდან რა არც ეგეთი წარმატება გვინდა და არც თქვენი медალი გჭირდება არაფერი რა უბედურებაა ესა რა ყველა იმაზე ესე იგი რაღაცა ოპოზიცია გაფართხალდება ეს ნაკრების ფეხბურთელები დაწერენ ჩვენი გზა ევროპაშია ჩვენ მივდივართ რაში არ მაინტერესებს ეგეთი ჩვენი არ წარმატება მინდა არაფერი არ მინდა კაცო რა უბედურებაა ესა რა ეს ვინ არიან საერთოდ რა ბატონიკა მაგათ მინდა მე გკითხო აი თქვენი იმდენად აცნობიერებთ სიტუაციას რომ თქვენი განცხადებებით მაგ განცხადებებით ბევრი საქართველოში ახალგაზრდას უბიძგებთ მივიდნენ იქ და პოლიციელებთან პოლიციას დაუწყონ ქვების სროლა იმიტომ რომ ეგ არის სტიმული ანუ თქვენ ამბობთ რომ იქ რაც ხდება ეს სწორია მე იღებთ პასუხი აი მე ამ ბიჭებს ვეკითხები რა მაგდენად ნაფიქრი გაქვთ რომ აი ამას ყველაფერი შეიძლება აი ამ ბავშვების მოვიდეს დრო მალე უკვე რომ ბავშვების ნაფლეთები ეყაროს რუსთაველზე ომის შედეგად აცნობიერებს სადღაც შეგიძლიათ ეს ქვეყანა მიიყვანოთ ამაზე თუ გიფიქრეთ თუ მართლა გონიათ რაც რუსთაველზე ხდება ეს არის რა ქვია პრობლემა ეგ არის 3 საათის პრობლემა მოგვარების 3 საათი მეტი არ უნდა მაგ საქმის მოგვარებას მეტი დიდობის განყოფილება შეუძლია აგერ მაგის მოგვარება პრობლემა სხვა რამეშია ჩემო სპორტსმენებო თორდა სხვა რამეშია ეს პრობლემა აქ ეს რუსთაველზე არ წდება კაცო ჩვენს რეგიონში დაიწყო ცხელი ომი დაიწყო ჩართულია თურქეთი რუსეთი და სირია ირანი ერთ ტერიტორიაზე პარალელურად იწყება აქ ეს აქციები რამე თავის არ გეუნებათ კაცო არა შოთა არველაძე გამოდის და საშინელება ის რაც გუშინ ნახეოდა შოთა არველაძე შენ რო იძახდი რომ მეო რუსეთში არ წავალო სამუშაოთო რუსეთი ოკუპანტიო თურქეთში რა დამუსით წახვედი თურქეთი ოკუპანტი კი არ არის თურქეთმა საქართველოს ტერიტორიები წაიღო ეს კაცი საერთოდ ვინ არის ჯერ დემეტრაძე რო დაიჭირეს ბოდიში და ღირსი იყო რო დაიჭირეს ეთქვა კანონი დაარღვიაო ესეთი არაკაცობა მე არ გამიგია რა ერთხელ ხო შეიძლება კაცურად მოიქცე რა მაგრამ ესენი ვინც არიან გასაგები არიან რა ეს ცალფაზიანი ხალხი არის ამათ ბოდიში მარტო იცი რა უნდა რომ რაღაცნაირად ესე იგი იმას ვერ გაუძლეს ამ ლიბერასტების ბულინგს ეხლა რომ დაურეკავდნენ იქა და აი რაღაცა რო გვიყვარხარ და რო კომაგობთ აბა რატო არიღებ ხმას და იმას კი ვერ ფიქრობენ სხვა საქართველოს არსებობს ამ ქვეყანაზე მაგრამ ყველაზე სასწაული ის არის რომ ამერიკამ უკვე ფაქტობრივად საქართველოს მივართ გამოიტარა განაჩენი აგერ მეთიუ მილერი აცხადებს ჩვენ წყვეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან ამას აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხლა მე მაინტერესებს კითხვა ჩვენ ეხლა კიდე მივდივართ ღირსებით ევროპისკენ ამერიკამ თქვა რომ წყვით პარტნიორობასო ევროკავშირი გეუბნება თქვენთან ურთიერთობასო აბა ვიღადა მაინტერესებს და ჩვენ ეგ იგივე ეხლა კაცმა გაგლახოს ქცევოს და გაგაგდოს სახლიდან და შენ იძახდი მაინც რომ მე მაინც შეთან მოვდივარ და აი ეს გეუბნება არ მიდებ ხარ და მე რო ვეუნები ჩვენ აქიდან მოდი რა რუსეთისკენ დავიწყოთ სვლა მოდი ბრიქსისკენ დავიწყოთ არა ეგ არ მიდა აბა სად გინდა ვერ გავიგე სად გინდა იქ არ გინდა აქ არ გინდა
შენი ადგილი ზეცაში არისო, იმ კინოში რო არის, ხო? ხოდა ვერ გავიგე, აბა სად გიდათ აგე რა, მილერმა გააკეთა განცხადება, რომ წვეთო საქართველოსთან და ამერიკელებმაც კიდე აი ესეთი პოზიცია გამოხატეს. ეხლა ვიღაცა იტყვის, არა, ეგ იმისი პოზიცია არ არის, ტრამპის ხვანაირად იტყვის. არ არის ხალხო ეგ ეგრე რა. რა ვიცი, ალბათ ყველაფერს თავით რო, მიკ ყველაფერი არ ბატონონიკა არ მინდა ყველაფერი თქვა ეხლა და ყველაფერი თავით თვითონ ანგრევენ აქ ის რაც 30 წელი ქონდათ ფიქრობდით იმას თვითონ ანგრევენ აი უყურე ამ გადაწყვეტით მაგრამ ბატონონიკა მინდა შევეხო იცი მას საჯარო სამსახურებიდან რო გარბიან ან პროტესტ რო აცხადებენ იმ მე ხო გეუნებოდი თქვენ გადაცემაში თქვი ძალიან ბევრი დიგა სიღრმისეულად იმდენიზიან კიდე იქა რომელიც თავის გაყიდვა უნდა ძვირად ცოტას ელოდებიან ყველა ვიცით ეგენი ამ სახელი და გვარებით ვიცით და აი რა მოლაპარაკებები აქვს ისაც კი ვიცით ამიტომ მე მინდა ხალხს უთხრა რომ არაფერი ეგ საპანიკო არა პირიქით რაც მეტი ლიბერასტი რაც მეტი გეი პროპაგანდისტი წავა საჯარო სამსახურებიდან და გაიწმინდება მით უკეთესი კაცო საქართველოსთვის ძალიან კარგი წუწავდნენ რაც მეტი მით კარგი ეგ არ არის პრობლემა და საერთოდ даже მე იმ ხალხსაც ვონები ამის მეტი ფასი აღარ აიწევს თუ წახმაგინათ ბარე წადით მე ფასი აღარ აიწევს მე გეუბნებით ეს ფასი უკვე დამთავრდა აი ეს მინდა მეთქვა ამიტომ მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას რომ მაინც ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ნაცები წავიდნენ შეიძლება ისევ ნაცები დანიშნონ მაგათ ადგილას რა იმიტომ რომ არა ჩვენებს ძალიან უყვართ ნაცები და აი მაინც ესე იგი სისტემის ხერპლები არიანო და დანიშნავენ ისევ ნაცებს ბატონიკა დაუკვირდით აი საზოგადოებაში ეფექტი როგორ ვერ გამოიწვია ამან რომ აი სამსახურებიდან რომ მიდია ვიტომ ხო უნდა გამოიწვია აი ეგ ხო მაგაზე იყო გათვლილი პირიქით საზოგადოება კაში შეხვდა კი ბატონო წადითო პირიქით არა კი მაგრამ ეგ ეხა სასაცილო კი არის ერთის ხრივ მაგრამ სატირალიც არის იმიტომ რომ ბიჭო საგამ თვითონ არ მიდიან თვითონ ესენი არ უშვებენ რა რამდენი ხანი ვიძახთი ჩვენ რომ არის ხალხი დასაქმებული არის ესე იგი ნაცები არა ვითომაც არაფერი რა ესე იგი ხალხს ფულები აშოვნინ ეს ბინები აყიდინეს ყველაფერი და ეხლა ადგენენ ესენი ხა სხვაგან დაიწყებენ იმას რა ქვია ფულების შოვნას და ამ დროს პატიოსანი ისეთი ხალხი ვინც რეჟიმს ებრძოდა ისინი ქუჩაში არიან აი ეს არის გულდასაწყვეტი რა ეს არის გულდასაწყვეტი ვინც კი იმსახურებს იმ ადგილს კაცო იმ მერიაში იმ საკრებულოში იმ სამინისტროში იმ რაღაც უწყებებში რატო უნდა იყოს ეს ნაცები ვერ გავიგე რა უბედურება ეხა მე არ ვიცი ის ვიქტორა წილოსანმა ადგა და პუტინით ჩამოკიდა დაზვის ხეზე კაცო და ბოლოს ისი არ ამბობს თვითონ იყო ჩამოკიდებული ერთი ადგილით სადღაც რა როიცოდეთ ეხა მაკაცის დამსახურება ის რომ თბილისში შედეგები არც ისეთი სახარბიელო იყო იმიტომ რომ ხალხს აჯარიმებდა სატრანსპორტო ეს კომპანია რა პირადად თუ რამდენიმე მომსწრე რაღაც საკუთარი სახლის წინ აჯარიმებდნენ რომ აი ხალხი გამწარებულები ყოფილიყვნენ რა აი ამიტომ ვიძახი ხა აი რას ნიშნავს ჩაბუდებული ნაცი ნაც შეუძლია ხმაც დაკარგვინოს და ხალხის განაწყოს შენს წინააღმდეგ და ეხა რო წავიდნენ კი ბატონო წავიდნენ მაგრამ რამხელა ზიანი მიაყენეს ამ ქვეყანას ხო ამ ნაცებმა კი ბატონო ეს არის 30 წლიანი შედეგი რა გამოზრდილები და კიდე არიან ჩარჩილი ვიცით ბატონონიკა იქ ვინ უნდა წავიდეს ვინ არ ვიცით უბრალოდ გაყიდვა უნდათ უფრო ძვირად თავისთავად რა ამან ეფექტი ვერ გამოიწვია ხალხში დიდი ვერაფერი გასაგებია დიდი მადლობა ბატონო პაატა წარმატებებს გისურვებ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება სოლიდარობა პოლიციელებს კი ბატონო პაატა აბულაძე ომის ვეტერანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთი რამეა მართლაც რომ იცით აი ყველაზე საზიზღრობა ის არის
ადამიანი აი ეს ორი იმითი ნიღაბით იყო, ერთი ნიღაბი გეკეთოს რომ ვითომ შენიანი ვარ და რაღაცა ოდნავ რომ გაფაჩუნდება და რაღაცა შეირყევა სიტუაცია, ხელად გადაბარგდებიან იქ, სადაც მათ ელოდებიან. და ამიტომაც არის რომ დღე-დაღამე ყველა გადაცემა მაგაზე ვლაპარაკ 30 წელია მაგას ვიძახით უკვე რა უბედურებაა რა, რომ არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ეს მარტო ნაცებს არ ეხება, ყველა ეტაპზე ესე იყო ჩვენი ისტორიისა. რომ ის ადგილი, რომელიც გაყოფილი იყო ვიღაცისთვის, იყო სხვა ადამიანის, იყო იმ ადგილას. და ეს არის სცენი ჩვენთვის. ეხლა ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ბატონი ლექსო კობაიძე, მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს საზოგადოებას. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ რა მძიმე დარტყმას აყენებს ეს ჩაბუდებული ნაცსექტა სახელმწიფო სტრუქტურებში და რომ ისინი მიდიან და ეხლა ვითომ ამითი რაღაცა გარკვეულ კიდევ ხელისუფლებას აზიანებენ. ანუ ხელისუფლებამ შეიფარა, გამოიჩინა ის რომ აი რაღაცნაირად აი ხო არ იმას ვიზამდით თუ რა ქვია მსხვერპლი სისტემისო და აი რომ ითი გადაუხადეს სამაგიერო. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ნაცი არ შეიძლება თანამდებობაზე იყოს. არ შეიძლება. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ კოჰაბიტაცია არ უნდა ყოფილიყო მათთან. ეს არის დიდი პრობლემა ბატონო ნიკოლოს და კოჰაბიტაციის პრობლემა ჯერ კიდევ დადგა მაშინ, როდესაც 2012 წელს ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ჩვენ არაერთი აქცია გავმართეთ როგორც ძალავან უწყებებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მთავარ პროკურატურასთან, მთავრობის კანცელარიასთან იმ მოტივით, რომ არ ყოფილიყო კოჰაბიტაცია. მაგრამ ეხლა ჩვენ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ კოჰაბიტაცია. მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ აი ამ გამყიდველ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ეწავიან ეს ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეები და ეს თქვათ აი ამ ფრაზას მოვიშორებ, როდესაც გემი ირხევა და რაიმე პრობლემა აქვს, ვირთხებით ცდილობენ გაქცევას აი ამ გემიდან. აი დაახლოებით ეხლა ეს სცენარია და ამ სცენარს ვხედავ მე, თუმცა მართალია შეიძლება გემი ირხეოდეს, მაგრამ არ არის ეხლა ის საშიშროება, რომ რაიმე ფორმით კაპიტანი ან მაგალითად გუნდი აი ამ გემის ეკიპაჟი გადავარდეს ან გადაიშიხოს სადმე. ესეთი რეალობა არ არსებობს და ვერც იქნება, იმიტომ რომ სწორედაც რომ უნდა შუა უნდა გაიწმინდოს, მოღალატეს უნდა დაერქვას თავის სახელი და ყველა ის ადამიანი, ვინც კი აქამდე ფიქრობდა, რომ ერთი სული მაქვს, როდის გადავბარგდები ოპოზიციაში, უნდა გადაბარგდეს. იმიტომ რომ მათგან რეალური არაფერი არ გაკეთდება და არც გაკეთებულა. თორე სწორია ის ბატონო ნიკოლოზა სწორი აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული ჩაბუდებული ნაცები რას აკეთებენ? აკეთებენ რომ ხალხის გაღიზიანებას იწვევენ თავიანთ სამსახურებში. ეს იქნება ეგრეთ წოდებული თბილისის სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც მართლაც არ ვიცი გაშმაგებულები დადიან და უწერენ ჯარიმებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ და საჯარო მოხელეები არიან. და მათი პოლიტიკა არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მორგებული იყვნენ თავიანთ თავზე და არ იფიქრონ ხალხზე. ეხაც ეს ხდება. მათ იგზნეს გემის ტორტმანი და ცდილობენ რომ გადახდნენ ახლა აი ამ გემებიდან. და ამიტომ თხილად უნდა იყვნენ რომ წყალში არ ჩავარდნენ აი ამ როდესაც გემი ირხევა და წყალში არ ჩავარდნენ და ესე არ მოიქცნენ. მე დარწმუნებული ვარ ბატონო ნიკოლოს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა განცხადებებს აკეთებენ, ეს ადამიანები მიიღებენ თავის საკადრის პასუხს. თუ არა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიიღონ ამ ადამიანებმა თავიანთი საკადრისი პასუხი, იმიტომ რომ თუ შეკარგია შეკაიდედმა მიშვილო, თუ სოლიდარობას უცხადებ აქციის მონაწილეებს, თუ მართლაც და გული შეგტკივა იქ რაღაც განვითარებულ მოვლენებზე. რატო ერთი ხმა არ მოიღეთ დაზარალებული პოლიციელების მიმართ? რამდენი პოლიციელი დაზარალდა, ზოგს ცხვირი გაუტყდა, ზოგს თავის გაუტყდა, ზოგს ფეხი მოტყდა. რა ერთი სოლიდარობა რატო არ გამოხატეთ?
ესე იგი ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ტენდენციურები, მიხვდით? და თქვენისთანა ხალხის ადგილი არ არის საჯარო სამსახურში. იმიტომ რომ თქვენ ვერ წაადგენთ ქვეყანას, ვერც ეხლა და ვერც მომავალში, იმიტომ რომ ესეთი პოლიტიკით, რომ ეხლა როცა სჭირდება მართლ გუნდს გვერდში დგომა და ეხლა ხტებით სადღაც და სხვადასხვა ცდილობთ რომ გადაბარგდეთ. ხო, ესეთი პოლიტიკით ვერაზოს ვერ გავითარდებით და ვერ წაადგენთ. დააკვირდით. რას გვანან ეს ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიჭრნენ. აი რამოდენიმე დღის უკან რო იყო ეს ფაქტი. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ სახე, დაკარგულიათ რეალობის აღქმა და მხოლოდ გაყვირიან არა რუსეთს. ანუ რეალურად არგუმენტი არა აქვთ, რომ აი რა პრობლემა სხვა რეალური პრობლემებზე კი არ საუბრობენ. მხოლოდ გაყვირიან არა რუსეთს, რუსული მართლობა და ეს შაბლონური ტექსტები. კიდევ ერთხელ ვიძახით, ეს არის პროპაგანდა. თქვენ ხართ პროპაგანდას აყოლილი ადამიანები. რომელიც ჩვენი ქვეყნის საზიანოა. და ამიტომ არ უნდა დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, ამაზე დაფიქრდით. სიღრმისეულად მოახდინეთ ანალიზი. და არა ისე, რომ აი რუსული ხელისუფლება, რუსული მთავრობა და ამიტომ უკაკონეთ პარლამენტში და რაღაც თითებს გვიქნებთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან. ჩვენ საზოგადოება ვერადროს ვეღარ მოტყუდებით. რაც არ უნდა ბრმაიარაღად იყოთ თქვენ გამოყენებული, რომლებიც ვერ ხვდებით თუ როგორ გიყენებ ბრმაიარაღად, ვეღარ მოტყუდება საზოგადოების უმრავლესობა. და ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე. აი რა თქვენ პოლიციელების ის ახსენეთ მიმართ ძალადობა, მე მინდა კადრები განახოთ, აი ამ პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობის კადრები. სიგნალი ხმის ჩანაწერი, როდესაც მოუწოდებენ ჩვენი სამშობლო გადავარჩინეთ. მადლობა სოფო ჯაფარიძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ეს ქვები რა გინდათ? გამოიყენეს. თუ კურსის მიუხედავად საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლების ადამიანზე ზემოქმედების
ასეთ საყაშო უკვე მოყვა წყლის ჭავლის მანქანის გამოყენება. ეს დაპირისპირება თბილისის მარიოტსა და სპერგალერეას შორის არსებულ ტერიტორიაზე ადგილზე ბუნებრივია რჩებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. წყლის ჩანაწილების მხრიდან ხდება პიროტექნიკის გამოყენება. წინ იმისთვის რომ აღმართონ და შეუშალონ. ეს არის ერთგვარი გენერატორი, ქვედა მხარე. თანამოქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ის პირობა, რომელთაც არის დაკვეთა საზოგადოების. ჩვენ პარალელურ რეჟიმში ბოდიში რო გაწყვეტინებთ, ვადევნებთ თვალყურს, ეს არის ჩიტაძის ქუჩა. ხედავთ ეხლა თქვენ რამხელა ძალადობა ერი გამოყენებული პოლიციელებს, როგორ უტყამენ პოლიციელებს. აი რა მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვის მიმართაც ჩვენ რაღაც სიყვარული და პატივისცემა გაგვაჩნდა და მე პირადად აბადიაბიდების პატივისცემა დავკარგე მას შემდეგ რაც მათ თავიანთ სტორებზე და რაღაცეებზე გააკეთეს განცხადება, რომ პოლიციელები შეურაცხყოფელი და ხელისუფლების შეურაცხყოფელი ლუცებთ ახალგაზრდებს, რომ თქვენ რა აგონიათ ვერ გავიგე პოლიციას თუ ურტყამენ, პოლიციას თუ შეურაცხყოფას აყენებენ, თუ ესვრიან პოლიციელმა უნდა უყუროს ამას და ესე იგი თავზე ხელი გადაუსვას და კაფეტი მისცეს, ბიჭიკო კაფეტი და მეორეჯერ არ ქნაო? ეს უნდა გააკეთოს?
თქვენ წაახალისეთ აი იმ ფეხბურთელებს და კალათბურთელებს და რეგბისტებს და იმ კულტურის მოღვაწეებს მინდა მივმართო. თქვენ წაახალისეთ საქართველოში და თბილისში ის მართლაც გარკვეული ექსესები და ის თავდასხმები პოლიციელებს. იმიტომ რომ ადამიანები ვისთვისაც ეხა მაგალითად საამაყო არის ესა თუ ის ფეხბურთელი და ეხა ახალგაზრდა და როწეს რომ აი ესეთ ის უკვე სხვადასხვა ეწყობა. ესე იგი უნდა წავიდე მეც იქ იმიტომ რომ აი ჩემი კუმირი ამას საცხადებს რა. თქვენ ახართ ყველაზე დიდი დამნაშავეები აი ესეთ განცხადებები რო გააკეთეთ. თან კიდე რო იძახიან რომ ეს არ მინდა სახელი გვარების დასახელება. არა, არც მე ვასახელებ. წარმატებული ადამიანები რომელთაც ერთი არც მაინტერესებს მაგათი წარმატება რა. ბოდიშე ქვეყანის წინააღმდეგ თუ წავა ბატონო ლექსო. სულ არ მაინტერესებს მაგისი კარიერა. არ გავკარი მაგის კოლუმბებს ერთი მაინტერესებს. რაში მაინტერესებს? ეხა საქართველოს თუ არ გამოადექი, ეხა შენ ჯიბეს თუ გამოადექი, რაში მაინტერესებს რა. წარმატებ ეხა რა ჩემთვის გაიტანე ის გოლი ვერ გავიგე. საქართველოს თუ საქართველოს საწე შენ წვადე შუქი აუთე იმას რომ საქართველოში დაიქცეს, დაინგრეს შენობები და ამოყირავდეს ეს ქვეყანა. რაში მაინტერესებს მე ხლა მაგის კარიერა რა. მე ესეთი ადამიანების მიმართ უკვე აღარ მაქვს სიმპათია რა. ხო, აქ თავარი ისა ეს რომ თვითონ ხმა მაინც გაიკებიდე, არც იცი ჩუმად მაინც იყავი, გაჩუმდი რა. გასაგებია. ხო და თავარი ის არის რომ ეს ადამიანები აღნიშნავენ რომ თითქოს ჩვენმა კურს საერთაშორისო ასპარეზზე კურს გადაუხვიეთ და ჩვენი გზა ევროპაშია. აი ეს დაზეპირებული ფრაზები როგორ ყველამ ერთად დაიზეპირა და როგორ ყველა ერთად იმეღვრებს აი ამ ფრაზებს. აი მე მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უცხოეთში ხართ. ევროპა იქნება ეს, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება და კიდე სხვა. რა საკეთებთ ჩვენზე მეც საქართველოსთვის, რომლებიც აი აქ 24 საათი ვართ და ვცდილობთ რომ არ გავიქცეთ, ვებრძოლოთ იმ პრობლემებს, იმ სოციალური პრობლემა იქნება, პოლიტიკური პრობლემა იქნება თუ სხვადასხვა. რომ ერთი აგური მაინც დავდოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ წასული ხართ გენაცვალე ამ ქვეყნიდან, იქ რაღაცა ორკაპიკს შოულობთ და მე იქიდან მოძღრავთ, რომ თურმე არ მოგწონ შენი ქვეყანა. და მე გინდა რომ შენ დაგიჯეროთ ჩვენ. ცოტა გაიაზრეთ ეს ყოველივე და ანალიზი გააკეთეთ რომ სანამ ადამიანი შენი ქვეყნიდან გაიქცევი აიკიდებ გუდანაბაც და წახვალ და გადაიხვეწები სადღაც ამერიკაში, უნდა დაფიქრდე რომ შენს ნასახლარზე ბალახი არ აბიბინდება. შენს ნასახლარზე უცხო თესლი გაიხარებს. და ეს სწორედაც რომ პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ თუ შენ პატრიოტი ხარ, თუ შენი ქვეყნის ინტერესები გიყვარს, უნდა ჩამოხვიდე და აქედან უნდა შეხედო. და უნდა დაინახო რეალურად რომ არა თუ ჩვენმა ქვეყანამ ევროპას გადაუხვია, ან ევროპულ კურსს გადაუხვია უკაცრავად. არამედ მოწოდების სიმაღლეზეა და ღირსეულად იცავს თავის თავს, ისე როგორც არასდროს. აი ამ ბოლო ისტორიული პერიპეტიებიდან. ამიტომ არ გვინდა რა ბოლო თქვენი ეს მოძღვრება და ეს რაღაცა მოწოდებები თითქოს და ჩვენ რაღაცა კურსს გადაუხვიეთ, არასწორად მივდივართ, ძალიან სწორ გზას ვადგავართ. გავა დრო და ისტორია იტყვის, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზას ვადგავართ. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, რასაც ახლა ჩვენი ხელისუფლება დაადგა საერთაშორისო ასპარეზზე, უამრავი ბულინგი, უამრავი ცილის წამება, უამრავი შეურაცხყოფა, ამდენი თანხების ყრა, რომ როგორმე ეს კურსი შეიცვალოს, არ უნდა შეიცვალოს, აი ახლა არ უნდა შეიცვალოს ამ ხელისუფლებამ ეს კურსი. აი ეს იქნება სწორედაც გამარჯვების სტოლფასი. აი ეს 4 წელი უნდა იყოს მაგალითი ის, რომ ჩვენ არავის არ ვემონებით. მაგრამ ერთი რამეა, რომ აი გულსატკენია ის, რომ რამდენი ხანია მე თქვენს ვიძახით, რომ ეს ნაცები გავხდით, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიღაც ელჩები მიდიან, ვიღაცა ხო მოადგილე ისა.
როგორ ხარ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რო ნაცი გეყოლება წარმოგიდგენიათ ეხლა მე არის იმ ევროპაშიც იმიტომა ზოგიერთი ორგანიზაცია ჩვენს მიმართ განწყობილი ესე არის შეიძლება ხალხო მე არ ვიცი რა ამ ქვეყანას ხო ყავს შესაბამისი უწყებები მე რო რაღაცა გადაკრული თქვა ხელისუფლება და დამირეკავენ და მეტყვიან რომ იცით რა რატო არ გინდათ და რაღაცა მე რომ მისმენ და მე რომ მაკონტროლებთ იმათ ვიც მე რა სახელმწიფო ჩინოვნიკი ვარ მე რა ვერ გავიგე რამე ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ თუ რა ვინც მართლა მოსასმენია და ვინც მართლა მოსაკითხე იმას მოусმინეთ კაცო შეიძლება ესეთი რამე კაცო შეიძლება მინისტრის მოადგილები ელჩები ეს ხალხი ხო ეხლა არ გამختარა ნაცები ესე იყო მთელი ცხოვრება ნაცები იყვნენ რა შეიძლება ეგეთი რაღაცა კაცო ხო და ამიტომ ვიძახი და ეს ბოდიშთა მე მაინტერესებს ეს აქითა ფლანგი რო აქტიურობს აი ეს ფეხბურთელები იქნება კალათბურთელები იქნება თუ ჩვენ არ ყავს ხალხი რომლებმაც აქით უნდა იაქტიურონ ვიძინა ივანიშვილის იმაზე რო ხართ დამოკიდებული იმ ქართულ ბანკის იმაზე პლასტიკურ ბარათებზე თქვენ მაინტერესებს ბიძიკო ხვალ რო შეიცვალოს ხელისუფლება ისიც რო პლასტიკური ბარათი აღარ იმოქმედებს უკვე არა ყველაფერს თავი დაანები ბატონ ნიკოლოზ ხა ის ცოტა ისეთი თემაა მაგრამ ნუ ახანე შევეხეთ გავაგზელოთ რომ ხა მილიონი ლარები რო ჩაიდეთ ჯიბეში ამ ხელისუფლებისგან ვინ მოგცათ ეს თანხები კი ბატონო წარმატებას მიაღწიეთ და მაგარია ბარა ზოგმა მილიონი ჩაიდო, ზოგმა 9 მილიონი ჩაიდო და ზოგმა კიდე 100,000-ობით. და ვინ და ანუ წარმატება ვინ მიულოთ. დას ლაპარაკო, ვინც კი მაგრამ ვიღას ახსოვს. ვიღა არ მეცე ხარ, გვარსახელის დასახელება არ მინდა, ვიღაცებმა რომ ფული ჩაიჯიბეს, ამოვიდგენ და სტორებზე დაწერეს რაღაცეები. ხო და მაგას ვიძახე. ხო და ვერ გავიგე რა. ვალდებულება კი არ არის სახელმწიფოსი რომ მილიონები მოგცეთ. ეხლა არის ჩვენზე გაცილები ძლიერი ქვეყნები და საერთოდ არ აფინანსებენ სპორტსმენების და მილიონს აიღებდა და სხვაგან სხვა სფეროში. არაფინანსებენ, არის სახელმწიფოები ჩვენ გაცილები ჩვენზე ძლიერი. ბატონო, ამიტომ მე ვფიქრობ რომ სპორტსმენმა უნდა აკეთოს, სპორტი უნდა აკეთოს, ხალხო დაანებეთ ამ ვიღაცები რომ ვითომ რეჟისორობას იმრალებთ და რაღაცა წარუმატებელი ხარ თქვენს კარიერაში და რეჟისორი გაწერია ტიტრებში, ხო? დაანებეთ თავი და იყავი შენ სფეროში განვითარებული და ერთ-ერთი წარმატებული. მე მაგალითად ჩემ ყოველთვის მაგ და მექნება და ღიათ ვიძახი რომ ჩემ სფეროში მინდა რომ ერთ-ერთი წარმატებული ვიყო და ყოველ დღე და გამუშაობ რომ წარმატებული ვიყო. და ესე იმუშავეთ. მაგრამ თქვენ ამას კი არ აკეთებთ. თქვენ პირიქით ხართ რომ ესე ვთქვათ რაღაცა ანუ ლუზერი ხარ შენ საქმეში და მე გამოდიხარ და პოლიტიკური ამბიციები გიჩნდება. ეხლა უამრავი ზოგი რეჟისორი გამოჩნდა ბატონ ნიკოლო, ზოგი რაღაც მსახიობი ყოფილა, არ ვიცოდი. ზოგი სხვადასხვა ცირკის წარმომადგენელი ყოფილა, ცირკში უმუშავია, ზოგი სადმუშავე და ანუ ეს ადამიანები ეხლა ჩვენ თავს გავხვევენ რომ ჩვენ ქვეყანა არ ვარ უნდა გადავიჩეხოთ და ესეთი რაღაც ფლები და ეპისკოპოსები გამოვიდნენ მე ეს არის სამარცხვინოა მდელმა თავის საქმე უნდა აგერ განახერხეთ ერთ-ერთი ეს კაცი მდელია თუ ვინ არის შოუ ბიზნესის წარმომადგენელი ვეღარ გავიგე მე აი იამ გაანონსა რომ იწყება იების რევოლუცია მე მეთანხმები აუცილებლად ბარდების რევოლუცია გამომიარეთ უკვე დროა იების რევოლუციის ეხლა ეს ია ფარულავაზე ლაპარაკ. ეხლა ია ფარულავამ რა გამოიარა, კარგად ვიცი ჩვენ და ია ფარულავას გზით თუ აპირებ შენ წასვლას, მაშინ ადექი და მოემზადე მაგისტრის და ია რაც არის, კარგად ვიცი ჩვენ ყოველ ორ სიტყვაში ერთხელ რაღაცა იმას რო იძახის და კაცი ქალი არის ბოდიში და აზაბოჩენი რაღაცაზე და და ვიცი თუ რამის შველა შეგიძლია უშველე მაგიას და ერთი რამე არის რა რაუბედურება გჭირს ეს რო ბიჭო სასულიერო პირი რომელმაც პირიქით ჩვენ დავით აღმაშენებელი იმიტომ იყო ძლიერი რომ ეკლესია და პატრიარქი და მეფე იყო ერთად საერთოდ ჩვენი მეფეები იმიტომ იყვნენ ძლიერები ყოველთვის ეკლესია ანუ სასულიერო პირები და საერო პირები იყვნენ ერთად შეკავშირებულები და ეხლა პატრიარქი და საპატრიარქო გასაგებია რომ დგანდა სწორ გზაზე, მაგრამ ცალკეული ეპისკოპოსების განცხადებები ვნახე, ვაიმე ჩვენ მე მიჭდებით ამ რასე მიჭდები, მაინტერესებს თავზე რომ დაგამხო ქვეყანა ის გინდა მანდამაინც. იმა აგერ უნდა დატრიალდეს აი ეს კლიპი რაც ჩვენ ვანახეთ, ეხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს რაც უშვებე და თავზე უნდა აფარო ამათ რა. თავზე უნდა აფარო. და მე ერთი როგორ ასე მიჯდებიან ერთი ვნახოთ ეხა პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ ასისხლიანებენ და თურმე პოლიციელმა რატო ესე იგი მე ზომები მიიღო ხდებით და ამას ემიჯდებიან
ერთი მაინტერესებს რო შემოვარდეს ვიღაცა მრევლი ამოგაყირაოს იმ ამბიონიდან გირტყას გაგიწუილოს ისა და რასიზა მეორე ლოყას მიუშვერთ არ ვიცი რა არა ხო ეხა გავახსენდა რაღაც მსგავსი სცენა იყო და აქეთ რო გამოეკიდა აკურეთ მამაო რომ პირიქით ესე ვთქვათ ვინ მოითმეს უნდა მეთქვა ვინ მოითმეს და ესე იგი რა გამოდის ძალიან სწორი ხარა ეხა ამათ რა გონია თმენის ვალდებულება ხო პოლიციელებს თავი უნდა ერთი ამერიკაში ნახონ კადრები ამერიკაში როგორ კლავენ ევროპაში ნახონ ესპანეთში როდესაც ბასკებმა მოინდომეს რომ თავისუფლები ვართო ჩვენო და ზედმეტად ყევხართო ესე ვთქვათ დანამატი ხართო ჩვენიო ბასკებმა როდესაც მოინდომეს ადამიანები მოკლეს პირდაპირი გაგებით აი მოკლეს და აი ყველაფერი გააკეთეს აი დაასისხლიანეს ოპოზიცია დაიჭირეს ყველაფერი რომ ბასკებს ანუ არ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა თქვენ წარმოგიდგენიათ შუა ევროპის გულში ეხლა ხას რამოდენიმე წლის უკან მოხდა ეს რომ ბასკების ესე რომ ვთქვათ თავისუფლება დაასამარეს იმით რომ აი ჩაცხრილეს შუა აქციებზე და მიტინგებზე და მე მადლობას გადაუხადა იმან რა ქვია ესპანეთის მეფემ ესპანეთის თავრობა მადლობები უხადა ყველა ძალოვან სტრუქტურებს როცა სახელმწიფოს სჭირდება რომ სამართალდამცავები იდგნენ იქ უნდა იდგეს სამართალდამცავი მაგრამ არავის არ აქვს უფლება რომ სამართალდამცავს რამე ესროლო თავი გაუტეხო და აგინო თუ რამე პროტესტი გინდა კი ბატონო იდექი შეკაი ადამიანმა წყნარად იყავი ჩუმად იყავი შენი სათქმელი თქვი არ გადახვიდე კანონის პარაგრაფი თან გინდა სამართლიანი სახელმწიფოში ცხოვრობდე თან გინდა დემოკრატიული სახელმწიფო საზოგადოების წევრი იყო და თან მოძალადე ხარ ანუ ერთიც გინდა და მეორეც გინდა ესე არ გამოვა დაფიქრდით ხო დაფიქრდით და რევოლუციების დრო უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში რომ მაგას რო ფიქრობთ რომ კიდე რევოლუცია გინდათ არაფერი არასდროს არ გვარგო ამ რევოლუციურმა გრძნობებმა და ამ რევოლუციურმა მუხტმა იმიტომ რომ ყოველთვის ზარალდება ქვეყანა ეხლა აგერ ვიღაცას უნდა რევოლუცია და რამდენი დაზარალებულია უკვე რა მნიშვნელობა აქვს ყველა მხარეს კაცო მე არ ვსაუბრობ აქეთ იქით ხო ზარალდება საზოგადოება იმიტომ რომ ბრმაიარაღად იყენებთ თქვენ ამ ყოველივეს და სარგებლობთ და ცოტა გონსმოდით რა თქვენ კაი ადამიანებო ეხლა აგერ სხვადასხვა ადამიანები ხაბეიშვილი და ისინი რომ გეგმავენ რომ წინ უნდა წავიდეთ და მეტად უნდა შეუტიონ რას უნდა შეუტიოთ რას დაფიქრდით რას უნდა შეუტო ამას უნდა გაყვეთ თქვენ ესე ბრმაიარაღად რომ ესე უტევენ ან რას უტევენ თუ რამე შეტევა უნდათ აგერ შესულიყვნენ პარლამენტში და ელაპარაკათ და შეეტიათ და ერთი ადგილიც არ აქვს იმის რომ შეუტიონ და ამ ხალხს ამხედრებენ მხოლოდ და 1000 სისულელს იდენენ მე ეს ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები რომლებიც ესე ბრმაიარაღად რაღაცა ერთი ის აქვს სლოგანი ამოჩემებული რომ რუსი ხელისუფლება არა რუსეთს რა შუაშია რუსეთი რა შუაშია რუსეთი 1000 გამოწვევა ეხლა დღეს ხვალ ეხლა უნდა ყოფილიყო 1000 გამოწვევა აი ხა ბატონო ლექსო ეხა აი მე ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ საზოგადოებრივ მოუწყებელზე რომ რაც გააკეთეს რომ ესე იგი შეუშვა მაღლაფერიძემ ეს ნაცები თავის ახზე აი იმ ეხა მე გამომრჩა ერთი დეტალი მინდა დავაბრუნდე რომ აი ამ პირველ არხზეც რომ ნაცები რო იყვნენ შეკრებილები და რო საკმაოდ კახელფასას იღებდნენ ეს ხო ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვია და ერთ-ერთი აი გამოვიდა ისარგებლა შემთხვევით ეს ბუღაძე რო იყო იქა და ეთყობა ადგილის დაბევება უნდა თავისი ჭკუით თუ შეიცვალა მთავრობა მეც დამტოვებენ ალბათ და გამობძანდა ერთ-ერთი აი მოამბის წამყვანი კი ბატონო არაჩვეულებრივი ეთერი გამოვიდა დღეს საზოგადოებრივ მოუწყებელზე ისმის საზოგადოების პარტიის პრეზიდენტის
ეს არის ეთერი, როგორც უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არაჩვეულებრივი ეთერი არის. თუმცა იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ საზოგადოებას და იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში. ეს ეთერი რო ყოფილიყო დღეს ჩვენი ორგანიზებული, ეს იქნებოდა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას. თუმცა მადლობა იმ საზოგადოებას, რომელმაც მიაქცია ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოითხოვა ეს ეთერი და ეს ეთერი შედგა. ის თუ რატო არ პასუხობს დღეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პოლიტიკა, სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაში არის, ამის ახსნაც ბევრი არის. მათ შორის ამის ახსნა არის ერთ-ერთი ის, რომ საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არგუმენტით დატოვა თანამდებობა, აირჩიეს შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სრულიად ლეგიტიმურად და კანონის დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე. ის თუ რატო არ არის ახლა საზოგადოების ხმა, რატო არ ისმოდა აქამდე ფართოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ შორის არის საზოგადოების ბრალი, რომელიც ამ მაუწყებელს ყურადღებას არ აქცევს. როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას საზოგადოება პირველი არხის მიმართ, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ იქნება ყოველთვის ხელისუფლების ინტერესი. ასე თუ ისე ძალით თუ არაძალით ყოველთვის ეს ხელისუფლება და ძალაუფლება მოახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას თქვენს არხზე, საზოგადოებრივ არხზე. ეს არის და ეს ისე თქმაც მინდოდა. პრობლემა იმასთან რაც ეთერში გადის კი. შენ თვითონ ეთერში რო ყოფილხარ ქონია? სამნიშნულოვანია რა თქვენ. აი ეს ნაბიჯვარი ახლა ხო? ეს ნაძირალა ისა. მთელი ცხოვრება წამყვანად იყო გადაცემაში. თუ რაბე პრობლემა გქონდა, რატო არ თქვი აქამდე და ამას ავიწყდება, რომ ეს სახელმწიფო არ ხვიან. აი ესეთი ნაძირლებით არის სავსე პირველი არის. ახლა გაახსენდა? ხო, ეხლა მივიდა იქ ბუღაძეს დაენახა და ეს ამ თიკო ბერძენიშვილის ბრალიც არის რა, იმ პირველი არხის დირექტორი. რო შემოუშვით, ვერ გავიგე დირექტორი თუ ხარ იყავი, რაში მაინტერესებს, იმხელა შენობა აშენდა. ეხლა იქ იმაზე რა ქვია, საბურთალოზე ახალი შენობა ხო? აი რა როდის იყო სახელმწიფო არხი, პირველი არხი პასუხობდა ეროვნულ ინტერესებს. ჯერ ზვიად გამსახურდიას დრო სიცოცხლე გაუმწარეს ჩამოჯდნენ კიბეებზე და დაიწყეს პროტესტი. ყოველთვის პირველი არხი ზურგში ლახვარსებდა ჩვენ სახელმწიფოს. და ეხლაც აგერ ეხლა გაითამაშეს სპექტაკლი ამალებმა მაღლაფერიძემ და თიკობე, ვითომ ეხლა ესენი აპრიმა ეწინააღმდეგებოდეს შესწავლას, შემოუშვეს ესენი და დადგეს ეს სპექტაკლი. აი ეს არის ეხლა 1000 ადამიანი მისულა, იქა და კაცშვილს არ დაუთმიათ ეთერი. რამადამიც ეხლა ამან დაუთმეთ ეთერი თქვენ. და ესეთი ნაძირლები კიდე ეს ვიღაცა ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. აი ესეთი ვასილ ივანოვ ჩიქოვანებით არის სავსე ისა, რადგან მთელი ყველა ტელევიზია მარტო პირველი არხი არა. ეხლა სახელმწიფო არხი არ არის რუსთავი 2 და იმედი და სხვა მაესტრო არ ყოფილა რომ სპეცრაზმი გამოსულა და არ ყოფილა რომ ესე ვთქვათ რაღაცა დაპირისპირება ეხლა არა ეს ეხლა რას იძახეს იცი მე აქ არ იყო საზოგადოებას არ ემსახურებოდა პირველი არხი მთელი ეს 12 წელი ხო 12 წელი ემსახურებოდა ნაცებს კაციშვი ყოფილი ხარ თქვი არა ერთი წელი ყოფილი ხარ პირველ არხზე თქვენ პირველ არხზე საუკუნე არ ყოფილა არც მე ყოფილა არავინ არ ყოფილა გიზით ეს ნაცები გიზით NGO-ები და კაციშვილი არავინ არ არის არ გააჭაჭანეს იქა რა ერთადერთი ხელისუფლებას წარმომადგენელი ყავდათ, იმიტომ რომ ხელისუფლება. და ეს ნაძირლები, ესენი $5000 იღებს ეს ქალი. ეს ვასილ ივანოვ ჩიქოვანი $1500 ხო იღებს 2000 ალბათ. და ეს ფულებით, ესე იგი, ეხლა აი მთელი ცხოვრება ხო შეიძლება ამიტომ ვიძახდი, რომ ნორმალური ყოფილიყო ეს არხი. ხო შეიძლება და რამხელა ფულები შეთხლიშეს ნაცებს რა. აი შეთხლიშეს, რასაც ქვია რა. არა ეს საბოტაჟია ესეთი ქმედებები მეტი ეგ არის კლასიკური საბოტაჟი და ნუ არ ვიცი ამაზეც ალბათ უნდა დაფიქრდეს დღევანდელი ხელისუფლება და ცოტა მეტი კრიტიკულობა და უნდა იცოდნენ ვინ არის მათ გვერდით. დღესდღეობით თუ ის ხალხი რომელიც ქართულ ოცნებაში ან ქართული ოცნების მხარდამჭერია შეიძლება არ იყოს პარტიაში და რაღაც მხარდამჭერი იყოს იზიარებდეს მის კულტურას, მის ესე ვთქვათ ხედვებს საგარეო თუში და პოლიტიკაში ეს ადამიანები გამოდის რომ ანუ რჩებიან აბსოლუტურად ისე რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ და
ეს ადამიანები, რომლებიც უკვე, წლებია, მართლაც და 10 წლეულები არიან, რომ ხელისუფლებაში არიან, კარგად გზნობენ თავს, ამ ადამიანების მიმართ ხდება უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე იმ ადამიანებისა, მართლაც და ვინც ქართული ოცნების ჯერ კიდევ 2012 წელს მართლაც და ჯარისკაცები იყვნენ. შემდეგ უამრავ ადამიანს სწორედ იმიტომ რომ კოჰაბიტაცია მოხდა და სახელმწიფო უწყებები შეივსო იმ ადამიანების ეგრეთ წოდებული ვინც იყვნენ ნაცები და გული გაუტყდა და ზოგი საქართველოსდან წავიდა და ზოგი სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმდა. ეხა დროა რომ ეს ადამიანები შემოიკრიბონ. დროა ამის დრო დადგა ამის რეალობა დადგა, ამის მოცემულობა დადგა, რომლებიც არასდროს არ გიღალატებთ. ამაზე უნდა დაფიქრდეთ და ამაზე უნდა გაანალიზოთ თორემ ამან იმას ვერ გაუძლო რომ უკან დაუშვათ რაღაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ედგა და ეგრევე რაღაც გადავიდა იმათ მხარეს და ამან რას უნდა გაუძლოს ამ ივანოვი თუ რაც ერქვა ეხა მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს რამდენიმე წუთით შესვენებაზე გავალთ უფროს ტელემაყურებლებო და დაგიბრუნდებით ისევ კვლავ ეთერში ვაგზელებთ მაუწყებლობას ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შებაჯავებელი გადაცემით და მივავიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას როცა ბატონი ლექსო კობაიძე ჩვენთან ესე იგი ამერიკა გააკეთა ოფიციალური განცხადება რომ ჩვენო სტრატეგიულ პარტნიორობას წვითავთ თქვენთანო რა მე მაინტერესებს ეხაც ღირსებით ევროპისკენ წავალთ ხედავთ აგერ რომ ევროკავშირმა გითხრა ჩვენ რომ თქვენთანო გამოგვიტანეს განაჩენი რომ თქვენთან არ გვინდათ თანამშრომლობა ამერიკა გვეუბნება სტრატეგიული პარტნიორები არა ვარდო ეხლა მაინტერესებს ჩვენ აბა რა გზა მარტო ევროპა და ამერიკა არის ამ კონტინენტზე თუ ევროპა და ამერიკა როდისმე ყოფილა ქართველი ხალხის გვერდით ყოველთვის ევროპაც და ამერიკა ზურგში ლახვარცებდა საქართველოს ყოველ ისტორიულ ეტაპზე და ვინ ჩვენ გვერდით იდგა იმას ბოდიში და ვაგინებთ და ლანძღავთ ვისი მეშვეობითაც გაერთიანდა საქართველო ვისი მეშვეობითაც შეწყდა ყვითას ყიდვა ვისი მეშვეობითაც საქართველოში შეიქმნა სხვაგარებო იმათ ვაგინებთ და ლანძღავთ ეს მე მგონი რომ უნდა რაღაც ბატონ ნიკოლოს მე პირიქით მე მინდა მიულოცო საზოგადოების იმ ნაწილს იმ უმრავლესობას რომელსაც ყელში ქონდა ეგრეთ წოდებული პატივისცემა ჭყალებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაგალითად ის რომ მექსიკის საზღვარზე ღობეებზე დაძრებოდნენ ჩვენი ქართველი ხალხი რომ იქ გადასულიყვნენ მაგალითად ის რომ დამცირებული უნდა გარიყავი შენ სავიზო რეჟიმი ანუ ეგრეთ წოდებული ვიზა რო უნდა აგიღო ამერიკის
და სირცხვილი მათ რომ მაგალითად ვერ დააფასეს ის ადამიანები, რომლებიც უამრავ მისიაში იყვნენ ჩართულები და იმისთვის რომ ამერიკას ჩვენთვის რაღაცა სიკეთე, ანუ მეტი დოვლათი მოეტანა. მე მინდა რომ მოგილოცოთ ქართულ ხალხს მიულოცო ის ფაქტი რომ დღესდღეობით გავთავისუფლდით ამერიკის მარწუხებიდან. ეს მართლაც ბატონ ნიკოლოზ არის მოსალოცი ფაქტი. ეს არ არის, ამას უნდა დავარქვა თავის სახელი. მაგრამ ერთი ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ უნდათ? კი ბატონო. ან აქამდე რა გააკეთეს რო უნდათ? გარდა იმისა რომ რევოლუციები მოაწყეს და გარდა იმისა რომ უამრავი ადამიანის უფლებები ილახებოდა და ერთი ხმა არ ქონდა ხოლმე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოღებული. და პაპერსი და წყალი გამოგვიგზავნის. ხო, და გარდა იმისა რომ გვიჩიშხინეს ომი დაიწყეთ, ომი იომეთო, აგერ კი ვიომეთ და სამ დღეში კიდე დავკარგეთ ტერიტორიები. და სად არის აქ პარტნიორობა და არ გვინდა თქვენი პარტნიორობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩაო. ახლა საგიჟეც რო ემსგავსება სიტუაცია აქ პირველი არხის ეთერიდან და ჩანდა ეს გიჟები რო მოიყვანეს ესეთი განახებთ ეგრე. ახლა ვრცელდება ინფორმაცია და ონლაინ მედია ამ შემთხვევაში პუბლიკამ ამომიგდო და ეს ამ არხიდან უნდა გავაჟღერო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი. კიდევ აქვს ვინმეს კითხვა, საით მიდის საქართველო და რა უბედურებას ვიმყით ასე მწარედ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს, როგორც ოპოზიციის, ისე ოცნების ამომრჩეველს ძალიან მწარედ მოგვიბრუნდება. აი ეს არის რუსეთის გზა და განდგომა ქართული ეროვნული და ევროპული გზისგან. ამიტომ ვითხოვთ რა ეს ხმა ისმოდეს ამ ეთერიდან და ახლა პირდაპირ ეთერში მოусმენთ ქალბატონი თიკოს პასუხს იმ მოთხოვნებზე, რაც ჩვენ ეხლა გიჟი თავისუფალია, ეხლა რამდენი ფსიქიატრიული კლინიკა ამათ დაუთმეს ეთერი? ხო და ამათ დაუთმეს ეთერი, წარმოიდგინეთ. ხო და არა რა არის, იცით და ესე იგი აი პირველი არხის ისა თანამშრომლები რო იყვნენ დაცები, აი ეს ფურუნკული გასკდა, ესე იგი ეხლა ყველამ ესე იგი თავის სახე აჩვენა. არა და რამდენი ხანი ვიძახდით ამას, რომ აი პირველი არხი არის ნაცების ხროვა. რამდენი ხანი ვიძახდით ამის შესახებ. აი ესეთი გიჟებს დაუდო. ეხლა ამათ იქნება ეს ყველაფერი. ეს მიდა. აი ეს ვასიკო მაღლაფერიც ეხლა აპირებს კიდე ახალი მასში გადახტომას. აქამდე იყო შევარდაძესთან, იყო სააკაშვილთან, იყო ამთავრობასთან, ეხლა მომავალ თავრობაში გადახტება კიდე. გადასახტობად მზად არის უკვე. აი ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ და გიჟები ვეძახოთ ჩვენ და ამ გიჟებმა ჩემო კარგო ფულები იშოვეს ამთავრობის ესეთი ლოიალური პოლიტიკის გამო. აი ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი რა. რო ყოფილიყო პირველ რიგში ის ხალხი, ვინც მართლა ქვეყანასთვის გული უძგერ, ამ ცირკის და მასხრევას ჩვენ ვერ დახავთ. ხო, აი ადრე რო იყო რომ მაცნები რო გაცნობდნენ ხოლმე რაღაც, ახლა გვაცნო ეხლა რომ თურმე ამერიკის შეერთებული შტატებმა შეწყვიტა ჩვენ და პარტნიორი. ეხლა ჩვენ მოდით ან ნუ გავაბიტურებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როცა ამერიკის შეერთებული შტატები აი ესეთ განცხადებას აკეთებს, ჩვენ ძალიან ბევრი სიურპრიზები გველოდება. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვექნება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტია, რომ საქართველოსთან ემზადება ახალი ტიპის შურიზიებისათვის. ჩვენ რახან მათ გზას არ გავყევით, ისინი ეხლა აპირებენ დაცარტუტად აქციო ქვაქვაზე არ დატოვონ. თავი დაგვანებონ, ხო დაგვაყვედრეს ეს 5 მილიარდი ამ 30 წლის განმავლობაში დავხარჯეთო, ხო? ხო დაგვაყვედრეთ, ხო? ხო და თავი დაგვანებეთ. კარგად იყავით, კი ბატონო. აგერ უამრავი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ ხელი მოითმოთ და თქვენმა მოსახლეობამ მოითმოს ხელი. თავი დაგვანებეთ, ჩვენ ღირსეული ერი ვართ და ამ ღირსეულ ერს არასდროს არ ყარებია მონობა და ვერც ვიქნებით მონები. ვერავის მონები ვერ ვიქნებით. ამიტომ რაც არ უნდა თქვენ რბილი პოლიტიკით და შეფარვით ცდილობდეთ რომ ჩვენ ესე ვთქვათ შემოგვაპაროთ თქვენი ალან დალესის გეგმა რომ გარყვენი საზოგადოება და დაყავი საზოგადოება და იბატონე ეს მადლობა ღმერთს რომ ეხლა უკვე აღარ გაზდით მადლობა ღმერთს და ჯერ კიდევ როდის იძახდა ალან დალესი რომ თუ გინდა რომ
შენ მოიპოვო სხვა ქვეყანაში საზოგადოების მართვა, უნდა დაყო და უნდა იბატონო. თუ გინდა რომ შენ საზოგადოებაში მოიპოვო ნდობა, უნდა გარყონა ეს საზოგადოება. ეს გვიქნეს ხალხო, ზუსტად ეს გაგვიკეთეს. კი ბატონო. დღეს რაც ხდება ჩვენს თავს, ხომ? ზუსტად ეს არის. ამიტომ არ უნდათ ძალიან კარგი დადგა ეს დრო. მე ვფიქრობ, რომ ეს საზეიმო უნდა იყოს. აი, უნდა იყოთ იმდენი ამბიცია ამ ხელისუფლებას, რომ საზეიმო იყოს. უბრალოდ შენ თქვენ სწორედ თქვით, ბატონ ნიკოლოზ, რომ გამოწვევები იქნება, ძალიან ბევრი გამოწვევა იქნება. და ამისთვის უნდა მომეზადოთ. ოღონდ გამოწვევა კარგი კი არა, ცუდი, რომ მტერი ფერს დაგვიდებს. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა ჩვენთვის გაკვეთილ დრო ამოიწურა. ბატონ ლექსო კობაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ამით დაგემშვიდობებით ვირფოს ტელემაყურებლებო. ჩვენ უკვე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.